Am dromde ოკუპანტების ტყვეობაში რჩება გორიდან გატაცებული ნუგზარ თაყიძე, მას ბრალად ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება. თაყაძის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს უნდა ჩატარდეს. დაკავებულის გათავისუფლების მიზნით საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო აწარმოებს. ინციდენტი გორის რაიონის სოფელ კირბალთან მოხდა 50 წლის ნუგზარ და 52 წლის დიმიტრი თაყაძე პირუტყვის მწყემსავდნენ, რადგანაც მათთან რუსი ჯარისკაცები მივიდნენ და დააკავეს. მოგვიანებით დიმიტრი თაყაძე გაათავისუფლეს, ნუგზარი კი ცხინვალში გადაიყვანეს. ხუთი იყვნენ და ის ავტომატები მოგიშორესო და გავჩერდიო. ეს მე ჩემ მოუღლე ქვეიდან რომ მოდიო და მარტოკინაი მან არაფერი არა თქვიო და ისეთ დაიჭირეს და მოვიდნენ მე იქა სურათები გოდაგიღესო, გადარეკესო და მე გამომიშვესო და ეს დაიჭირეს და წაიყვანეს. ძროხები ყოფდა წაყვანილი, მოვიდნენ ხუთნი. ჯერ მე დამიჭერეს, დამადეს ბორკილები ხელზე. მე გველაპარაკდნენ, ისიც ამოიყვანეს მერე. მე შეხსნეს ბორკილები, დაადეს იმასა და მე გამომიშვეს და წამოვედი. რუსები იყვნენ. რას გეუბნებოდო? ეს რუსები საზღვარიო და რასაკეთებს რა გინესაკო. დანამეგდო ვეშმეშოქში ისდანა გადააგდეს და წადი შენოვი ხლო, აძუძგი აქედანავ და წამოვედი რა მექნება რაღაც ვიზან.